მოგესალმებით, მე ვარ გიორგი გვასალია, თქვენ წინაშე წარმოვადგენ ბიბლიური ფასეულობების კურსს. დღეს ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი შემდგომი საუბრების მთელი რიგი ელემენტები, მთელი რიგი დეტალები. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თემაზე ადამიანი ღვთის მსგავსებისაგან მოწოდებული ხატი ღვთისა. შეიძლება ვთქვათ, რომ წარმოუდგენელია ქრისტიანობაზე ვისაუბროთ ღმერთის გარეშე, ეს თავისთავად ცხადი ასია, მაგრამ სწორედ ღმერთიდან გამომდინარე, მისი ყოლად სახიერი ნებიდან და სიყვარულიდან გამომდინარე, ღმერთმა ინება, რომ მასზე ვისაუბროთ მხოლოდ ადამიანთან ერთად. ეს საოცარი რამეა, რომ ღმერთი ქმნის ადამიანს იმისათვის, რომ ადამიანმა იცხოვროს ღმერთში და ღმერთი იყოს ადამიანისათვის. რაღაც ამის შესახებ ვისაუბრებთ, მაგრამ უბრალოდ წინ მინდა გავიაზროთ ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, ვსაუბრობთ რაღაც განსაკუთრებულზე, იმდანად განსაკუთრებულზე, რომლისობაზეც უარი თქვა თავად ღმერთმა. ზოგადად ყველა რელიგია საუბრობს ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. ტერმინიც ამას გულისხმობს, ხო? შესაბამისად, ძალიან ბუნებრივია, რომ რელიგიაში ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის ეს უმთავრესი დეტალი იყოს წარმოდგენილი, თუმცა თუ დავაკვირდები და ცოტა თუ ღრმად ჩავიხედავთ, აღმოჩნდება, რომ სხვა რელიგიები, როდესაც ღმერთის შესახებ საუბრობენ, მიუთითებენ რაღაც უზენაეს არსებაზე, რომელსაც იცნობენ იმდენად, რამდენადაც ახერხებენ უზენაესით სახელით აღჭურვილი ამ რელიგიური არსების დეკლარაციების მიღებას. აი ღმერთები იძლევიან ბრძანებებს, დავალებებს და რამდენადაც ეს ბრძანებები და დავალებები მოდის ადამიანთან და ის იაზრებს ამ ყველაფერს, აი ამ ყველაფრით იქნის წარმოდგენას ღმერთზე. უალტერნატივოა ეს რელიგიური გაგება და მოცემულობა, რომელსაც პირდაპირ ემორჩილება ადამიანი. თითქოს ასია ქრისტიანობაშიც, რომ ღმერთი ეს უზენაესი არსებაა, ღმერთი ეს არის ის, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, იძლევა ბრძანებებს და ასე შემდგომ, მაგრამ სწორედ ამ რელიგიაში, ქრისტიანობაში ვხედავთ სხვა რელიგიებისაგან რაღაც ისეთ განმასხვავებულ ნიშანს, რაც დანამდვილებით გვათქვამინებს იმას, რომ ქრისტიანული სწავლება მარტივად უზენაესის ავტორიტეტით კი არ არის წარმოდგენილი, არამედ დამოწმებულია ისტორიული რეალობით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არც ერთი რელიგია არ იცნობს თავის ღმერთს ისე, როგორც თავის ღმერთს იცნობს ქრისტიანობა. რატომ? იმიტომ რომ ყველა რელიგიაში საღვთო დადგენილებები მოწოდებულია ვინმე წინასწარმეტყველის, ან ვინმე ბრძენის, ან ვინმე მოულოდნელი ადამიანის მიერ. ხოლო ქრისტიანული ჭეშმარიტებები ნაუწყებია არა რომელიმე თუნდაც ყველაზე წმინდა ან ბრძენი ადამიანის მიერ, არამედ ის მოცემულია თვითონ ღმერთის მიერ და ეს ღმერთი ისტორიულად იმყოფებოდა მიწაზე. ვერც ერთი რელიგია ვერ საუბრობს იმაზე, რომ მას თავისი რელიგიური დებულებები უშუალოდ ღმერთისაგან აქვს მიღებული. იუდაიზმი გასაგებია, ამას ხაზს გაუსვამს, რომ რჩული მოიცემა თავად ღმერთისაგან მოსეს მიერ, მოსეს აძლევს და მოსეს ჩამოაქვს, მაგრამ ქრისტიანობაზე როცა გვაქვს საუბარი, ხო? ვინმე მსახურს კი არ მოაქვს, ღმერთი კი არ აგზავნის ვინმე თავისი ყველაზე დაახლოებული მსახურის მიერ სწავლებას, იმ მითითებას, რომელიც ადამიანს უნდა მიიღოს, არა თვითონ ღმერთი მოდის, თვითონ იძლევა გადაიტანს რაღაცა პრობლემებს, თვითონ მოკვდება ჩავას საფლავში, ანუ თვითონ მიიღებს ამ ყველაფერს, ამიტომაც ქრისტიანობას შეუძლია თქვას, რომ მან რელიგიური ჭეშმარიტებები უშუალოდ ღმერთისაგან მიიღო და ის ჭეშმარიტებები, რომელიც ქრისტიანობაშია წარმოდგენილი, ჭეშმარიტება არა იმიტომ, რომ ის რელიგიურია და ღმერთს მიეწერება, არამედ იმიტომ, რომ ის ისტორიულიც არის და უშუალოდ მის მიერ არის, ღმერთის მიერ არის მოცემული ადამიანისათვის. ახლა როდესაც ქრისტიანობა უშუალოდ ღვთისაგან მიღებულ ჭეშმარიტებაზე საუბრობს, ის იმ თავითვე აღიარებს ერთ უპირობო ჭეშმარიტებას. ის, რაც მივიღეთ იესო ქრისტესაგან, არ ექვემდებარება არავით აცვალებადობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტიანული ღირებულებები, რომელსაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეფუძნება ჩვენი ერთობის ფასეულობათა სისტემა, მარადიულობისა და უცვალებლობის ნიშნით არის წარმოდგენილი. წარმოუდგენელია ქრისტიანობა, როგორც რელიგია შენარჩუნდეს თუ კი ვინმე მისი სწავლების ცვლილებას მოინდომებს, რადგან ამ შემთხვევაში მივიღებთ არა იმ სწავლებას, რომელიც მოგცა ღმერთმა, არამედ ხელში შეგვჭება ის სწავლება, რომელსაც გამოიგონებს ადამიანი. ამდენად, როდესაც ქრისტიანულ ღირებულებათა სისტემაზე ვამახვილებთ ყურადღებას, იმავდროულად გულისხმობთ, რომ ეს ღირებულებათა სისტემა გამოგონილი არ არის რომელიმე ბრძენი და სულიერად დაწინაურებული ადამიანის მიერ.
ქრისტიანული ჭეშმარიტება სცდება ადამიანური გონების შესაძლებლობებს და მხოლოდ მარად არსებულ ღმერთს უკავშირდება. ის ადამიანს მიეცა როგორც რელიგიური სრულყოფილება. ყველა დანარჩენი ფასეულობითი დებულება, რაც არ უნდა დახვეწილიან სულიერად ამაღლებული ჩანდეს, მაინც ადამიანის გონების პროდუქტია. სხვაგვარად რო ვთქვათ, ღირებულებათა სისტემა, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ რელიგიას, ეს არის გამოცხადებისეულ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ღირებულებათა სისტემა, რომელიც შინაარსით, ერთ-ერთი გამსაზღვრელი შინაარსი გახლავთ მისი უცვალებლობა. რას გულისხმობ ამაში, რომ ის, რაც მიუღებელია ქრისტიანობისათვის მე-3 საუკუნეში, მე-5 საუკუნეში, მე-13 საუკუნეში, ის იქნება ქრისტიანობისათვის მიუღებელი 21 საუკუნეში, 27 საუკუნეში და თუ იარსება ამ სამყარომ 38 საუკუნეშიც. არ იცვლება ეს ღირებულებათა სისტემა. რატო არ ექვემდებარება ცვალებადობასა და იმიტომ რაც არის სიცუდე, ის სიცუდედ არის მიღებული ყოველთვის და რაც არის სიკარგე, ის სიკარგედ არის მიღებული ყოველთვის. რატო? იმიტომ რომ მისი წყარო ამ სიკარგეს გამსაზღვრელი წყარო და შესაბამისად ამ სიცუდის გამსაზღვრელი საზომი მოცემული არა ცვალებადი ადამიანის მიერ, არამედ უცვალებელი ღმერთის მიერ. შესაბამისად ქრისტიანობაში ძალიან პირობითია თქვათ ასეთი რამ, რომ დღეს სხვა დროა. არანაირი სხვა დრო არ არსებობს, ამის შესახებ ჩვენ სხვა დროს და სხვა ადგილას ვისაუბრებთ. არანაირი სხვა დრო ღირებულებითი თვალსაზრისით ქრისტიანობისათვის არ არსებობს. ქრისტიანობისათვის არსებობს ერთი დრო, ერთი მარადიული ღირებულებების დრო. თავისთავად ცხადია დრო იცვლება, თავისთავად ცხადია კალენდარი თავის ბოლას მისდევს, მაგრამ ქრისტიანობა ეს არის ის რელიგია, რომელიც ამბობს, რომ ამ კალენდარულ ცვლილებას არ მისდევს ქრისტიანული ღირებულებების ცვლილება. ის არის მდგრადი, ის არის მყარი და არ ექვემდებარება არანაირ ცვალებადობას. რატომ ამბობ ახლა ამას მე? საქმე გახლავთ მეგობრებო, ის რომ რელიგია ცალკე აღებული, როგორც ასეთი მოვლენა ვერ იქნება, ვერ განვიხილავთ მას. რელიგიას აქვს თავისი შინაარსი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შეხვედრებისთვის არის ხაზგასასმელი, რელიგიური აზროვნება განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებასა და მის ღირებულებათა სისტემას. აი როგორი რელიგიაც აქვს ადამიანს, აი ისეთი აზროვნება აქვს მას. და პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი თავისი აზროვნებით გვაჩვენებს რა რელიგია აქვს მას. ხა ძალიან შორს არ გვინდა წასვლათ, თორე აქედან გამომდინარე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავინახოთ ის პრობლემა, რა პრობლემაც მაცხოვარს დახვდა, როდესაც ის ამ ქვეყნიურ მოღვაწეობას იწყებს და ფრაზა, რომელიც ნათლისმცემლის ბაგეთაგან ისმის თანამემამულეებისა და თანამედროვეების მისამართით, ნუ იქადით იმით, რომ ძენი ხართ ა ブラ ამის რამე თუ ძალუც ღმერთსა ქვათაგან ამადგან აღგინება ძეთა ა ブラ ამისათა. ყურადღება მიაქცევთ, ადამიანები მაშინ ფიქრობდნენ, რომ ფლობენ რაღაცა ჭეშმარიტებას, აზროვნებენ რაღაცა კონკრეტული სახით და აი ეს აზროვნების ფორმა გამოხატავს მათ რელიგიურ დამოკიდებულებას, მათ რელიგიურ ღირებულებას. რა რელიგიაც კონდათ, ის აზროვნება კონდათ და ამიტომ ის მხილება, რომელი მხილება ჯერ ნათლისმცემლისაგან ისმის, შემდგომ მაცხოვრისაგან ისმის, უკავშირდება სწორედ ამას. თქვენ გონიათ, რომ მამას ემსახურებით, მაგრამ არ ემსახურებით მამას. რატო? იმიტომ რომ ისი აზროვნებთ, რომ ამ აზროვნებას შეიძლება დაერქვას ღვთისმსახურება, ნამდვილი ღვთისმსახურება. ამიტომ ასე დღესაც ჩვენ როდესაც ვიწყებთ ბიბლიური ღირებულებების, ფასეულობების კურსის გაცნობას, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჩვენთვის ყოველთვის ხელშესახები და საზომი იქნება რაღაცა ის, რაც არ იცვლება. ისაც მარადიულია, ისაც ღვთისაგან არის მოცემული და რა ისაც ცვალებადობას ექვემდებარება და ისაც ადამიანის თუნდაც ყოლად ბრძენიან ძლიერ სულიერი ადამიანის გონების და აზროვნების პროდუქტი იქნება. რატო? იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ ფასეულობებში ვეძებოთ რაღაცა ისეთი, რომელიც უკნავია, რომელიც ჭეშმარიტად ღირებულია და რომელიც მარადიულია. ამიტომაც აი დღეს ოდესაც შეიძლება გავიგოთ ვინმესაგან, რომ სიტყვაზე ვთქვათ, დღეს სხვა დროა, რა შუა საუკუნეები ხო არა, ქრისტიანებისათვის შუა საუკუნეა და უფრო მეტიც პირველი საუკუნეა და უფრო მეტიც ქრისტიანები დღესაც იმ დაცარელებულ საფლავთან მდგავართ, რომელიც საფლავისაგანაც სიხარული აღმოუწყდება მთელ კაცობრიობას. შეიძლება ვიღაცას ცხენოდეს და ჩამორჩენილობა და შუა საუკუნეებში ჩარჩენად მიიჩნევდეს, არ გურცხვენია ამისი, რადგან ჩვენი აზროვნების გამსაზღვრელი არის ის მარადიული, ის წარუვალი ღირებულებები, რომელიც იესო ქრისტემ მისცა კაცობრიობას. ამიტომაც საუბრობთ ამ დეტალებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ფასეულობათა სისტემა, ღირებულებათა სისტემა, რომელიც ეფუძნება ბიბლიურ გამოცხადებას, ხო, საფრთხო გამოცხადებას, თავის თავში გულისხმობს წარუვალობასაც. ამიტომ რა თემებსაც ჩვენ შევეხებით შემდგომში, რა თემებსაც ვისაუბრებთ ჩვენ შემდგომში,
ჩვენი საუბრის არსებითი განსაზღვრელი ამას ვახსენებთ თუ არ ვახსენებთ, გახლავთ ის, რომ ვეხებით რაღაცა ისეც, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, ქმედითი იყო, ნაყოფის მომცემელი იყო როგორც წარსულში, ასევე არის აწმყოში და ასევე იქნება მომავალში. ამიტომ გვაინტერესებს ჩვენის, რომ მისი მნიშვნელობა და მისი ღირებულება არ წარხორცილა და არ გაუქმებულა. ახლა ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული მართებული ურთიერთობა ქრისტიანული ღირებულებათა სისტემის მიხედვით განსაზღვრულია არა იმ ურთიერთობით, რაც ადამიანმა შესთავაზა ღმერთს, არამედ იმ ურთიერთობით, რაც ღმერთმა მისცა ადამიანს. ამას მივაქციოთ ყურადღება, რომ ამდენადაც მართებულია ჩემი რელიგია, იმდენად მართებული აზროვნება მაქვს და რამდენადაც მართებული აზროვნება მაქვს, იმდენად არის ჩემი ღირებულებათა სისტემა მართებული და ასე ვთქვათ, მდგრადი და ნორმალური, ხო? შესაბამისად, როდესაც ამას ვამბობ არა იმ პრეტენზიით, რომ მე რაღაცა შევქმენი განსაკუთრებული, მე არაფერი არ შემიქმნია, არა, ის რაც მე მაქვს, ის ამოზრდილია იმისაგან, რაც ღმერთმა მომაწოდა. რითაც მე უნდა შევინარჩუნო ჩემი თვითყოფობა, ჩემი იდენტობა, ის მნიშვნელოვანი რაღაცა საგანძური, რომელმაც დღემდე მომიტანა, ამ ყველაფრის საზომი არის არა რაღაცა ის, რაც შევქმენი მე, არამედ რაღაცა ისეთი, რისგანაც ეს ყველაფერი შევქმენი მე. ეს არის ის, რაც მომაწოდა მე ღმერთმა. ამიტომაც ამასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ დღევანდელი ჩვენი პრობლემა ხშირად უკავშირდება ამ იდენტობის დეტალს. რამდენად ვართ ჩვენ დღეს ის ქრისტიანები, რომელ ქრისტიანებმაც უნდა იმემკვიდრეონ და ამოწმონ ჭეშმარიტება ამ ქვეყანაზე. ვიწოდებით თუ ვართ. გვქვია ქრისტიანები თუ ვართ ქრისტიანები. ძალიან დიდი განსხვავება ამაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, ვინაიდან ჩვენ მერე შევეხებით ამ საკითხებს, ხო? ვართ თუ არა ნამდვილად ქრისტიანები, ეს უნდა გავზომოთ იმის მიხედვით, რაც უკვე ვთქვით. რა არის ეს? ვაზროვნებთ თუ არა? ცხოვრობთ თუ არა, ისე როგორც ეს ვითხრა ქრისტემ. თავისთავად ცხადია თეორიულზე, ფილოსოფიულზე, მიუღწევაზე კი არ არის საუბარი. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ასეთ სიტყვებს, ქრისტიანობა არის ძალისაებრ ბაძვა ქრისტესი. გვაქვს თუ არა ეს მოსურნეობა ბაძავდეთ ქრისტეს. რას ვახერხებთ საკითხის მეორე მხარე? რამდენად შეგვიძლია საკითხის მეორე მხარეა. ჩვენ ამაზე მერე ვისაუბრებთ, რომ ქმნილებას თავისთავად არაფერი შეუძლია თუ მას ღმერთი არ შეეწია. ქმნება თავისთავად ვერაფერს მიაღწევს თუ მასში ღმერთმა არ იმოქმედა და სინერგიული ცხოვრება არ დაიწყო ღმერთმა ადამიანთან და ამ ტერმინსაც გავმარტავთ. თავისთავად ცხადია ეს ასეა. მაგრამ არსებითად საუბარია პრაქტიკულზე, უკვე გამოხატულზე, დამტკიცებულზე და ისტორიულზე. ამიტომაც ამ გზის სათავეში ეს კითხვა უნდა დავსვათ. შეიძლება მე ვერ ვარ დიდი მოღვაწესავით, მაგრამ არის თუ არა ჩემში მოსურნეობა ვიყო ამ გზაზე, იყო ჩემში ეს საზომი, რომელიც საზომიც მომცა იესო ნაზარეველმა. ამაზეა საუბარი სწორედ და როდესაც ამ აზროვნების ფორმაზე გვაქვს საუბარი, ღირებულებათა სისტემაზე გვაქვს საუბარი, დავდივარ სწორედ ამაზე, როგორი რელიგია მაქვს მე. რა არის კარგი და რა არის ცუდი. თუ კი ეს რელიგია რაღაცაზე მეუბნება, რომ კარგია, ეს სიკარგე არის თუ არა ჩემში. ზრუნავ თუ არა, რომ ეს სიკარგე ჩემთვისაც იყოს სიკარგე. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია მეგობრებო, ვინაიდან ადამიანის გონებაში ხშირად იწყება კეფთაყვანისმცემლობა. კეფთაყვანისმცემლობა, რომელიც ძალიან შეფარულად შემოდის, მაშინ და სულ ვერ ხვდება, რომ ის კეფთაყვანისმცემელი გახდა. კეფთაყვანისმცემლობა შემოდის ილუზორული ღმერთის გამოგონების სახით. შეიძლება ადამიანს თავი ეგონოს ქრისტიანი, მაგრამ მისი ქრისტიანობა დადის იქამდე, რომ ფიქრობს, რომ შესაძლებელია კარიერული წინსვლისათვის ყველანაირ უმსგავსობას მიმართოს. ადამიანი, რომელსაც ოთახია გამოჭედილი ხატებით, მაშინ ის იმ ღმერთს ეთაყვანება, რომელიც გამოიგონა და რომელსაც იესო ქრისტე დაარქვა. თორე ის ისტორიული იესო, ნამდვილი ჭეშმარიტი იესო ამის უფლებას არ იძლევა. და ჩვენ ვნახავთ შემდგომ შეხვედრებში, რომ ადამიანის აზროვნებაში ჩნდება რაღაც ალტერნატიული სიკეთე, ალტერნატიული სიკარგე, ალტერნატიული დაშვებულობა, რომ შეუძლია ადამიანს ქრისტიანიც იყოს და ასეთიც იყოს. და ეს უკვე გამოგონილი ღმერთია. იმიტომ აღვნიშნოთ, რომ ეს აზროვნების ფორმით ჩვენ ვაჩვენებთ, სინამდვილეში ვართ ქრისტესი თუ არ ვართ ქრისტესი. რა არის ჩვენთვის სიკარგე? არის ის, რაზეც სიკარგე თქვა იესომ? არის ჩვენთვის მიუღებელი ის, რაზეც მიუღებელი თქვა იესომ? ემთხვევა ეს ერთმანეთს? თუ რაღაცა არ მაწყობს მე და ამიტომ ჩემი იესო უნდა გამოვიგონებ რაღაც ჩემ ღმერთს და დავარქვევ იმას იესო ქრისტეს. ჩემ გონებაში ის იქნება სწორედ ღმერთი. ეს მინდა კარგად გავიგოთ, რომ ღირებულება და სისტემის განსაზღვრელი, აზროვნების განსაზღვრელი არის სწორედ ადამიანის რელიგიური აზროვნება, მისი რელიგიურობა. მაცხოვარი ამბობს,
რომ მას დღესაშინა მრავალი მეტყვის მე უფალო და რას უპასუხებ არ გიცნობ თქვენ. იონე ოქროპირი კითხულობს, როგორ შეიძლება ღმერთმა არ იცოდეს ვინ ხარ შენ? მაგრამ არ გიცნობ შენ. ვის არ იცნობს დააკვირდით სახარებაში როგორ არის წარმოდგენილი? შენი სახელით არ აღვასრულებდით ამ ყველაფერს? არა, ჩემი სახელით არა. შენ ჩემს სახელს ახსენებდი, მაგრამ მე არ ვიყავი იმ დროს შენთან, რადგან შენ ჩემი სახელით სხვას დაარქვი. რაღაცა ღმერთი გამოიგონე, რომელიც რაღაცების უფლებას გაძლევდა. რაღაცა არამართებული აზროვნების უფლებას გაძლევდა და შენ ამას იესოს ეძახდი. არ გიცნობ შენ, არ ვიცი, მიუხედავად იმისა, ჩემი სახელით აკეთებდი ამას ყველაფერს, არ გიცნობ შენ. იონე ოქროპირი ამბობს, ყველაზე მეტად გეშინოდეთ იმისა, ყოვლად მოწყალე როგორ იბრუნებს პირს და გეტყვით, არ გიცნობ თქვენ. ჩვენი აზროვნება გამოხატავს, რამდენად ქრისტიანები ვართ ჩვენ, ხო? ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, სადაც ჩვენ ვიტყვით, რომ აუცილებლად გვჭირდება სინანული, აუცილებლად გვჭირდება მობრუნება, რომელსაც შემდგომ შეხვედრებზე შევეხებით ჩვენ. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენში იყოს ჭეშმარიტი ღირებულება და სისტემის ჩამოყალიბების წყალო და არა ჩვენი შეხედულებების მიხედვით რაღაცა ილუზორული რელიგიის შექმნის საბაბი. ახლა კიდევ ერთ დეტალს შევეხოთ. სხვადასხვა რელიგიაში ღმერთი ქმნის სამყაროს, მაგრამ ამ სამყაროს ქმნის რაღაცა აუცილებლობის გამო. ან იმისათვის, რომ თავისი საქმე ადამიანს აკეთებინოს და შრომა შეიმსუბუქოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოსე წინასწარმეტყველის უწყების თანახმად კი ღმერთი სამყაროს ქმნის სრულიად თავისუფალი ყოველგვარი იძულების გარეშე. აი, ამას მივაქციოთ ყურადღება, რომ ღმერთი სამყაროს ქმნის ყოველგვარი იძულების გარეშე. არა იმიტომ, რომ რაღაცა დაჭერდა, არა იმიტომ, რომ რაღაცა მოუნდა, არა იმიტომ, რომ რაღაცის გამოა, არა. მას უბრალოდ უნდა თავისუფალი ნებით ქმნის, საჭიროების მიხედვით არ ქმნის, თავისუფალი ნებით ქმნის. აი რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ ჩვენი შეხვედრები ამისკენ არის მოწოდებული, სწორედ რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, გავიცნოთ ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი, შესაბამისად რა არის ის აზროვნება, რომელი აზროვნებიდან ჩვენ ამ ჭეშმარიტებას უკავშირდებით და შესაბამისად ამ აზროვნების შედეგად მოვნიშნოთ ის ღირებულებითი ნიშნები, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ის ფასეულობა და სისტემა ჩემში, რა სისტემამაც მე უნდა შემინარჩუნოს ჩემი თვითყოფადობა, ჩემი იდენტობა, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, როდესაც აი ამ დეტალს უკვირდები, მე აუცილებლად ვსვავ კითხვას, როგორია ჩემი ღმერთი? ვინ არის ის? თავისთავად ცხადია, ბევრია პასუხი და ყველაზე ამომწურავი პასუხი წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა გითხრა, როდესაც თქვა, რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ რაღაცა ჩვენ მოვერიდოთ ჩვენი შეხვედრების დროს ფორმულებს, რაღაცა ესეთ ლოზუნგებს და შეძახილებს, არამედ ამას მივცეთ რაღაცა პრაქტიკული გამოვლინების ხედვის საჭიროება და თქვათ, შევეხოთ, რას გვეუბნება, რატო გვეუბნება, რას ნიშნავს, რას გვავალდებულებს, რისკენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენში იყოს საწმომი და მისაღები. აი, როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ეუბნება თავის მსმენელებს, რომ ღმერთი ქმნის სამყაროს და ის სამყაროს ქმნის თავისუფლად საჭიროებების გარეშე, ამ დროს ჩვენში შემოდის ძალიან საინტერესო ინფორმაცია, საინტერესო ხედვა ღმერთთან დაკავშირებით, რომ რაღაცას აკეთებს ღმერთი ისეც, რომელსაც მას თავისი ბუნებითი მყოფობისთვის არ ჭირდება. ღმერთი სამყაროს თუ არ შექმნის, მას არაფერი აკლდება და ღმერთი სამყაროს თუ ქმნის, მას არაფერი ემატება. რატო ღმერთი უცვალებელია და იმიტომ. თუ ღმერთს რაღაცა აკლდება, ან ღმერთს რაღაცა ემატება, ღმერთი არ ყოფილა, არ გამოდის მაშინ. გამოვიდა, რომ სამყაროს შექმნა თავისთავად, მისი ბუნებითი მოთხოვნილება და რაღაც აუცილებლობა კი არ არის, არა, მისი ნებელობითი გამოხატულება უნდა დააკეთებს ამას. და აი აქ ვსვავთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რა უნდა ღმერთს? ჩვენ თავისთავად ცხადია, ამ კითხვას ამომწურავ პასუხს ვერ გავცემთ და არც ვიცით. ჩვენ ბოლომდე ღმერთის განმარტება ადამიანური ან რაღაცა ქრილების თუნდაც ანგელოზებრივი გონებით აბსოლუტურად არ შეგვიძლია. თუკი ჩემი შემოსაზღვრული გონებითა და შესაძლებლობებით ამოვუწურე ღმერთის შესახებ ცოდნა, მაშინ ღმერთი სასრული ყოფილა და უნდა ვთქვათ, რომ ღმერთზე სულაც არ მისაუბრია. ღმერთზე ვსაუბრობთ მხოლოდ იმას, რაც გამოგვეცხადა. ღმერთზე შემიძლია ვთქვა ის, რაც თვითონ ღმერთმა თქვა თავის თავზე. მე შემიძლია ვთქვა ღმერთზე, რომ ის არის ყოვლად ბრძენი, თავისუფალი, ყოვლადძლიერი, ყოვლისცოდნე. ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის ყოვლად კმარი, ყოვლად ნეტარი, მარად უცვალებელი. ყველა ეს თვისება მასში აბსოლუტური ნიშნით არის წარმოდგენილი. რატო შემიძლია მე ვთქვა? იმიტომ რომ თვითონ მითხრა, ეს თვითონ მაჩვენა ეს.
რაც არ უთქვავს, მე არ შემიძლია მის შესახებ ამის თქმა. შესაბამისად, როდესაც მე ვსაუბრობ რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო და რა ჩანს ამაში სამყაროს ამ შექმნაში, რომელიც მისი ნებელობით აქ წარმოადგენს. მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რაც დავინახე, რაც დამანახა მან უფრო სწორედ. რომ ამით მე ვხედავ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს. თავისთავად ახლა სამყაროზე როცა ვსაუბრობ სამყაროს გვირგვინზე, ხო, გულისხმობ ადამიანს ამ შემთხვევაში. ხედავ რომ ღმერთი ქმნის ამ სამყაროს, ანუ ადამიანს, არა საჭიროების გამო, არამედ იმის გამო, ვინ შექმნა. რაღაცა ძალიან დიდი საიდუმლო დევს ამაში, რაღაცა ძალიან დიდი შინაარსი დევს ამაში. შესაბამისად, როდესაც ღმერთი ქმნის ადამიანს, პირველი რაც უნდა გავიგოთ და მივიღოთ ჩვენ, გახლავთ ის, რომ ადამიანის ყოფობა თავისთავში გულისხმობს იმას, რომ ღმერთმა ის შექმნა ურთიერთობისათვის. შექმნა იმისათვის, რომ ღმერთთან კონდეს ურთიერთობა. ეს ადამიანს ჭირდება, ღმერთს კი არ ჭირდება. ადამიანი არ არის გაჩენილი საღვთო საჭიროებისათვის. ადამიანს ჭირდება კონდეს ღმერთთან ურთიერთობა. რატომ ამას მე ვნახავ თავისთავად ცხადია, ზოგადად რელიგიური აზრით ყველა ხვდებით, მაგრამ ამას სიღრმისეულად მე სხვანაირად კიდევ უფრო მეც დავინახავთ. ეს არის საოცარი რამე, რომ ადამიანი ეს არის ის, რომელიც მოწოდებულია კონდეს ზიარება, ურთიერთობა ღმერთთან, ერთობა ღმერთთან, ამისთვის იქნება ის. ამდენადაც ღმერთი, როგორც ვთქვით, ყოველგვარ საჭიროებაზე მაღლა დგას, ამიტომ მას სამყაროს შექმნა არის საჭიროება. ამდენად, როგორც ამას მთელი საეკლესიო სისავსე ადასტურებს, ღმერთი სამყაროს და ამ სამყაროში ადამიანს ქმნის თავისუფლად და სიყვარულით. შესაბამისად, ცნებები, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს, არის სიყვარულით მოცემული და მისი აღსრულება აუცილებლად ჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ ის იყოს თავისუფალი, იყოს რაღაცა ისეთი, რომლისაკენაც ის უნდა იღვწოდეს, ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, რომ ეს არის ბედნიერება, ანუ ბიბლიურ ენათმეტყველებაზე, საეკლესიო ენათმეტყველებაზე განხრთობა. საოცარი მიზანი, რომელიც ღმერთისგან მოდის, ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, ადამიანი უნდა იყოს სიყვარულით სავსე და ამით ის უნდა იყოს ბედნიერი. ყურადღება მივაქციოთ, მეგობრებო, რომ ყველა ადამიანი იქნება ბედნიერებისათვის. ყველა ადამიანს უნდა ბედნიერება. ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ მე არ მინდა ვიყო ბედნიერი. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმის, რომ საბოლოოდ გავხდეთ ბედნიერები, ხო? აი, ყველაზე დიდ მამას, ხო, რაღაცა დაწინაურებულ მამას, დიდ მოღვაწეს უთხრა, რომ რატო იღწვის ასე, რატო მარხულობს ასე, რატო დაყუდებული აქ და ასე შემდგომ, შეიძლება გიპასუხოთ ის, რომ ვნებებს უნდა ვებრძოლო, ცოდვას გავექცე, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ბოლოს გეტყვით, რომ მე მინდა ღმერთთან ერთობა. და რა არის ღმერთთან ერთობა, რომ დაუსვათ ეს კითხვა, აუცილებლად ერთადერთ პასუხს მიიღებთ. ეს არის ბედნიერება, ეს არის სიხარული. ეს არის მოუკლებელი ბედნიერება და მოუკლებელი სიხარული. ამიტომ აკეთებს ის ამას. ყველას აბსოლუტურად უნდა ბედნიერება, ყველას აბსოლუტურად უნდა სიხარული. ეს არის ჩადებული ადამიანის არსებობის საიდუმლოს წარმოადგენს. ადამიანში, ყველა ადამიანში დევს სურვილი იყოს ბედნიერი. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ აი ადამიანზე, ეს არის არსება, რომელიც ბედნიერებისთვის არის შექმნილი. და მისი ბედნიერება გვაზრებულია მის თავისუფლებაში, მის სიყვარულში და როდესაც აი ჩვენ შემდეგ მივაქცევთ ყურადღებას, რომ დღეს ადამიანი ვერ ბედნიერდება, ყველგან ეძებს ბედნიერებას, მაგრამ ვერ პოულობს ვერსად. დაიღალა დღეს ადამიანი ბედნიერების ძიებაში. რატო? იმიტომ რომ სხვაგან ეძებს, ამას ავისი მიზეზები აქვს და თავისთავად ცხადია, ამას შემდგომ მივაქცევთ ყურადღებას. ადამიანის შექმნით ღმერთი სახეობრივად რო ვთქვათ, არა პირდაპირ გაგებით, თავისთავად ცხადია. სახეობრივად რო ვთქვათ, უარს ამბობს მარტოობაზე და ამით გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ურთიერთობა არის ის ურთიერთობა, რომელიც საკუთარი ეგოდან სხვისკენ არის მიმართული. ამდენად ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ნამდვილად თავისუფალი, თუ მისი ინტერესები ამაღლებულია მისსავე ეგოზე და მიმართულია სხვისაკენ. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აი ეს დეტალი, ბედნიერების დეტალი გულისხმობს ურთიერთობას. ადამიანს არ შეუძლია იყოს ურთიერთობის გარეშე. ადამიანს არ შეუძლია იყოს სხვასთან ურთიერთობისაგან მოკვეთილი. ეს არის რაღაცა ისეთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი,
რომელიც ადამიანის არსებობას, ადამიანის ყოფობას ახასიათებს. დავაკვირდეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ ჩვენი პიროვნულობის რეალიზებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიწყებთ ურთიერთობას. თუ ურთიერთობაში არა ვარ, ჩემი პიროვნება ვერ რეალიზდება. მე როგორც პიროვნება ჩემ თავს ვერ ვაფიქსირებ. ჩემ თავში მე ეს კრიზისი მეწყება. აი არის ასეთი ცნება ფსიქოლოგიაში მარტოობის აგონია. ადამიანს არ შეუძლია მარტო ყოფნა. ადამიანს არ შეუძლია ურთიერთობის გარეშე ყოფნა. რადგან ის პიროვნებაა და პიროვნება ფიქსირდება მხოლოდ ურთიერთობაში. თუ ურთიერთობა არ არის პიროვნება, აქვს აი ჯოჯოხეთური ტანჯვა, აი გვახსენდება წმინდა მაკარის ცხოვრება, როდესაც ის წარმართის თავის ქალას ფეხს წამოკრავს და შემდგომ ის გამოცხადება აქ და ეს წარმართი ეუბნება, რომ თქვენ ქრისტიანები, როდესაც ლოცულობთ, ჩვენ წარმართლის ნუგეში სემული ვართო. და მაკარი დაინტერესდება იმ ტანჯვით, რა ტანჯვა ჯოჯოხეთურ აი ამ რეალობაშია წარმოდგენილი და აღმოჩნდება, რომ ეს წარმართი ეუბნება, რომ ცეცხლში არიან, ვნებათა ცეცხლში იწვიან და ერთმანეთს ვერ ხედავენ. და მაკარი კითხულობს ამ ლოცვისას რა ხდება, თურმე ცეცხლს მიუხედავად, ამ ლოცვისას მათ ეძლებათ რიცი საშუალება, ერთმანეთის დანახვის საშუალება. ნახეთ ნუგეში რა არის, ცეცხლის გაქრობა კი არა. არა, ნუგეში შემოდის, როდესაც ისინი უკვე ერთმანეთს ხედავენ, რადგან პიროვნება ადამიანი და იმ ჯოჯოხეთურ ნებაშიც, იმ ჯოჯოხეთურ ტანჯვაშიც. აი ეს ურთიერთობის დაწყება, ეს სხვასთან ურთიერთობის გადადება ადამიანის პიროვნული მყოფობის ნუგეშს წარმოადგენს. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ ღმერთის მიერ სამყაროს და ამ სამყაროში ადამიანის შექმნის შესახებ, თავისთავად ცხადია ვგულისხმობთ იმას, რომ ამ სამყაროში ადამიანი იქნება ურთიერთობისათვის. და ეს ურთიერთობა უნდა განსაზღვრული იყოს ღმერთთან ურთიერთობით. ამიტომაც არის, რომ ჯერ ერთი ადამიანი შეიქმნება, მამაკაცი, მერე ვისაუბრებ ჩვენ ამაზე, დღევანდელ შეხვედრას თემა არ არის ეს, მერე დედაკაცი შეიქმნება, მაგრამ ამას თავისი წინაპირობა აქვს, ვინაიდან ყველა ურთიერთობა უნდა იყოს განსაზღვრული ადამიანისათვის ღმერთთან ურთიერთობით. ანუ ნახეთ როგორ არის თქმი, მამცხოვარი ამბობს, რომ ვისაც უყვარს მამა, დედა, ძმა და ჩემზე მეტად, ის ჩემი ღირსი არ არის. ამას რატო ამბობს მამცხოვარი? იმიტომ რომ გვეუბნება, მამა არ გიყვარდეს და დედა არ გიყვარდეს? არა, თავისთავად ცხადია, ამას არ ამბობს მამცხოვარი. მამცხოვარი რას ამბობს? მამცხოვარი იმას ამბობს, რომ თუ მე არ შეგიყვარდი, შენ ვერ შეიყვარებ მამას, შენ ვერ შეიყვარებ დედას, შენ ვერ შეიყვარებ ძმას, შენ ვერ შეიყვარებ დას, რატო? იმიტომ რომ მე არ გიყვარვარ. აი როგორც გიყვარვარ მე, ისე გიყვარს დედა, ისე გიყვარს მამა, ისე გიყვარს ძმა, ისე გიყვარს და, ისე გიყვარს მეუღლე, ისე გიყვარს მეგობარი, ისე გიყვარს სამშობლო, ისე გიყვარს სამეზობლო და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ხედავთ ხო პრობლემა სად მიდის? კარგად გვესმის ხო პრობლემა საიდან იწყება? პრობლემა იწყება ჩვენი ღმერთთან ურთიერთობით. როგორი ურთიერთობაც გვაქვს ღმერთთან, ისეთი ურთიერთობა გვაქვს თანამოქალაქესთან, ისეთი ურთიერთობა გვაქვს მეგობართან, ისეთი ურთიერთობა გვაქვს ოჯახის წევრთან, ისეთი ურთიერთობა გვაქვს მეზობელთან, ზუსტად ისეთი, როგორიც გვაქვს ღმერთთან. ამიტომ ეს თავისთავად ცხადია ძალიან დიდი პრობლემაა, რომელსაც მერე და მერე გზადაგზა შევეხებით, მაგრამ არსებითად როდესაც ჩვენ საუბრობთ ღვთისგან შექმნილ ადამიანზე, საუბრობთ ვიღაცა ისეთზე, რომელიც მოწოდებულია ურთიერთობებისთვის, სხვანაირად ის თავის თავს ვერ გამოავლენს და როგორი ურთიერთობები ექნება, მას ზუსტად ისეთი იქნება თვითონ. და როგორი უნდა იყოს თვითონ, ეს უნდა განსაზღვროს სწორედ მასა და ღმერთს შორის ურთიერთობა. რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ჩვენი შეხვედრის დასაწყისში ვსაუბრობდით. წმინდა წერილი იუწყება, რომ ადამიანი იქნება ღვთის ხატად და ღვთის მსგავსად. სწორედ ეს დეტალია, რაც ადამიანს გამოარჩევს ყველა ქმნილებისაგან. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და ღვთის მსგავსად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიურ ენათმეტყველებაში, ასე იყო ეს ადრეულ ეგზეგეტიკურ ნაშრომებშიც, ხატება და მსგავსება აბსოლუტურად იდენტური ტერმინებია, არანაირად არ სხვაობს ერთმანეთისაგან, აბსოლუტურად არ სხვაობს. მაგრამ მოგვიანებით სქოლასტიკის გავლენით მაინც მოხდა ხატების ნიშნების ცალკე ასე თქვა ჩამოყალიბება, ჩამოწერა, მოხდა მსგავსების ნიშნების ცალკე გამოყოფა და არაფერი ამაში მიუღებელი, არაფერი არ დარღვეულა ამით, არაფერი შეცვლილა ამით. ამიტომაც მოდი ჩვენ რაღაცნაირად თქვათ რა არის ხატება, რა არის მსგავსება და რა არის ეს ორივე ერთად, რომელმაც წარმოადგინა და დაახასიათა ადამიანი. ერთი ასეთი მაგალითი რო წარმოვიდგენ, ცოტა მეტყველია ეს მაგალითი, ამიტომ მინდა რომ გთხოვოთ ამის წარმოდგენა. წარმოიდგინეთ გაშლილი ველი, სადაც
ერთი არქიტექტურის, ერთი მასალის სახლებია, ერთსართულიანი სახლებია ჩალაგებული. და აი გამოვედით ჩვენ გადავხედეთ აი ამ სივრცეს და სულ აი ერთნაირი სახლებია ჩალაგებული, რაღაცნაირად სურათია შექმნილი და წავედით უკან. შევედით წალში და ცოტა ხანში გამოვედით ისევ, გადავხედეთ იგივე სივრცეს და ვხედავთ რომ აი იქ ბოლოში ერთ სახლს, რომელიც ასევე ერთსართულიანი იყო წოდაღნესი, მეორე სართული დაადგეს. ანუ ამ თელ სივრცეში ვიგრძენი რაღაცა სხვაობა, განსხვავება, რაღაცა სხვანაირი რამე დავინახე. ის რაც ერთსართულიანი იყო, ორსართულიანია ახლა. ყურადღება მიაქციეთ. კი არ დაანგრიეს ის ერთსართულიანი და სხვა ორსართულიანი კი არ ააშენეს. არა. ის ერთი სართული, პირველი სართული დატოვეს, უბრალოდ დააშენეს მას მეორე სართული. აი ამ მეორე სართულზე არის საიდუმლო ადამიანისა. აი ამ მეორე სართულზე უნდა ვეძებოთ ჩვენ რა არის ხატება და რას ნიშნავს მსგავსება ღვთისა. ადამიანი თავისი ბიოლოგიური ნაწილით მთლიანად წილნაყარია ცხოველურ სამყაროსთან. მთლიანად წილნაყარია მასა, მთლიანად გავს მას. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ აი ადამიანზე ვსაუბრობთ, იონე ოქროპინი რამდენადაც მე დავთვალე თავის ეგზეგეტიკაში სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით, ადამიანს 8-ჯერ უწოდებს ცხოველს. ოღონდ ზოგურ ცხოველს, გონიერ ცხოველს. აი არის მაგალითად ხო, რამდენიც მოსულ ბასილდიდან არის ადამიანი არის ცხოველი, რომელიც მოწოდებულია გახდეს ღმერთი. ადამიანი არის ცხოველი. თავისი ერთი ნაწილი, თავისი ბიონაწილი, თავისი მატერიალური ნაწილით. მთლიანად უკავშირდება ცხოველთა სამყაროს. ამიტომაც არის დღევანდელ დღემდე მედიცინაში რაღაცა პრეპარატის, რაღაცა წამლის, კუნალობის მეთოდის გამოცდა თუ უნდათ ის რამდენად უსაფრთხო იქნება და სასარგებლო იქნება ადამიანისათვის, რას აკეთებენ, ამ ცდებს ატარებენ ცხოველებთან დაკავშირებით, ხო? და შესაბამისად, თუ იმ ბიოლოგიურ სივრცეში გაამართლებს, ის ადამიანშიც გამართლდება. იმიტომ რომ ბიოლოგიით ერთნაირიანი ისინი და იმიტომ. მაგრამ ადამიანში, აი ამ ცხოველში, აი ამ ბიოარსებაში, ცხოველთან წილნაყარ ბიოარსებაში რაღაცა ჩადო ღმერთმა, აი რაღაცა ჩააშენა ღმერთმა, აი როგორც ამ ერთსართულიან სახლზე ვთქვით, ეს პირველი სართული კი არ მოანგრია და ახალი ორსართულიანი აშენა. არა, აი ამ ცხოველურ, ამ პირველ სართულზე რაღაცა დადგა ღმერთმა ზემოდან და აი ამ დროს ეს ერთსართულიანი სახლი გახდა ორსართულიანი. აი ამ დროს ეს ცხოველი გახდა ადამიანი. აი სწორედ ეს არის ხატება. აი ეს რაღაცა, რამაც ეს ცხოველი სხვანაირ ცხოველად აქცია. ახლა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ადამიანს ევალება სწორედ მეორე სართულზე ცხოვრება. ადამიანი ადამიანობს, როდესაც სწორედ აი აქ მეორე სართულზე ცხოვრობს. ეს არამს და არამს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მეორე სართულზე ცხოვრებით პირველი სართული მიუხედავი უნდა კონდეს. თავისი ბიოლოგიური მხარე, თავისი მატერიალური მხარე მოულელი უნდა კონდეს. არავითარ შემთხვევაში ამას არ ნიშნავს. ადამიანს ევალება მიხედოს თავის პირველ სართულსაც, თავის მატერიალურ, თავის ბიოლოგიურ ნაწილსაც. აუცილებლად ევალება იყოს ლამაზი, ესთეტიური მხარე მოწესრიგებული კონდეს და ყველაფერი. ეს აუცილებლად ევალება ადამიანს. უნდა უვლიდეს ღვთის ხატებას მასში, ტაძარია ეს სულისაწმინდისა, თავის სხეულს უნდა პატრონობდეს და უვლიდეს აუცილებლად. მაგრამ არ უნდა ცხოვრობდეს პირველ სართულზე. არ უნდა ცხოვრობდეს ბიოლოგიურ დონეზე. უნდა ამაღლდეს მეორე სართულზე, უნდა ცხოვრდეს. ანუ ადამიანის ტრაგედია იწყება სწორედ მაშინ, რომ ის კი არ უვლის მარტო პირველ სართულს, არამედ ცხოვრებას იწყებს პირველ სართულზე. ჩამოდის ბიოლოგიურ საფეხურზე. და შესაბამისად, ამ პირველ სართულზე მოწყრიალებულია ყველაფერი, მორთულია ყველაფერი და მეორე სართული ობობის ქსელებითა და სიბინძურით არის სავსე. მოულელი და მოუპატრონებელია და სწორედ ამ დროს ადამიანი ამ პირველ სართულით ვისაც ენათესავება, ვისაც ემსგავსება, იმას მიეძღავსება პირუტყული ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. ცხოველური ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და არა ადამიანური ცხოვრებით. ის ადამიანური ცხოვრებით ცხოვრობს მაშინ, როდესაც ეს მეორე სართული, ეს ხატება ღვთისა დალაგებული, მოვლილი და მოპატრონებული აქვს. ამიტომაც გავიხსენოთ მოციქულებთან როგორ არის სულიწმინდის გარდამოსვლა, ზედა სართულზე იყო, ნათქვამია, ხო? ლუკა მახარებელი ბევრი ისტორიული მას ყურადღებას აქცევს მისი, ასე ვთქვათ, წერის სტილიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენთვის რამდენად აქვს ამას მნიშვნელობა, მეორე სართულზე იყო, პირველ სართულზე იყო, ამას არ მნიშვნელობა აქვს, თავარია სულიწმინდა გარდამოვიდა და ახალი აღთქმის ეკლესიის არსებობას დაედო, ხო? საფუძველი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ თხრობაში, მაგრამ არა
მახარებელი გვეუბნება ზედა სართულზე იყვნენ, ანუ ადამიანობის აი ამ სივრცეში იყვნენ, არა ცხოველური ბიოლოგიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არამედ ამ ადამიანში ჩადებული ხატების მოვლა მოპატრონების ცხოვრობდნენ და ამ დროს გარდამოდის მათზე სული წმინდა სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი უწყებაა. ახლა ვნახოთ რა არის ხატება და რა არის მსგავსება. ხა ბევრი დეტალის წარმოდგენა შეიძლება უბრალოდ ვიტყვი რამდენიმე დეტალს. ერთი გახლავთ ის, რომ ყველა მამა თითქმის ამით იწყებს, ოღონდ თითქმის ყველა, აბსოლუტურად ყველა არა, ზოგი სხვა ამით იწყებს, მაგრამ აი უმრავლესობა იწყებს იმით, რომ ადამიანის გონიერი არსება. გონიერება არის ხატება ღვთის ადამიანში. მეორეს, რომელსაც ამ გონიერებიდან გამომდინარე ამბობენ, გახლავთ ის, რომ ადამიანი არის ნებელობითი არსება. ყურადღება მიაქციეთ მეგობრებო, არა თავისუფალი, არამედ ნებელობითი. არ არის სწორი, ბევრი უშვებს შეცდომას, როდესაც საუბრობს ადამიანზე, რომ ადამიანი შეიქმნა თავისუფალ არსებად. არ არის ეს მართებული გამოთქმა. მამები ჯერ საუბრობენ ნებელობით არსებაზე და მერე თავისუფალ არსებაზე. ერთია რომ ნებელობა გაქვს და მეორეა, როდესაც ამ ნებელობას აქცევ შენი თავისუფლების, ასე ვთქვათ, რეალობად, ეს სხვა ამბავია კიდე, ანუ ნებელობითი არსება ადამიანი. მესამე, რომელსაც ასევე ყურადღებას აქცევენ, გახლავთ ის, რომ ადამიანის სული არის უკვდავი არსებაა. ადამიანი ასევე არის ხატებაში, რაც შეიძლება მოვიაზროთ, მოსიყვარული არსება. ადამიანი არის არსება, რომელსაც შეუძლია უყვარდეს. გარდა ამისა, ხატებაში მოიაზრებენ, რომ ადამიანი არის აუცილებლად უნდა ვთქვათ, შემოქმედებითი არსება და ჩვენ ამას მერე მივაქცევთ თავისთავად ცხადია ყურადღებას. შემოქმედება ეს არ არის კოპირება, შემოქმედება ეს არ არის გადატანა, შემოქმედება ეს არის რაღაცა ისეთის გაკეთება, რაც გააკეთა ღმერთმა, ამის მიბაძვა ბოლომდე ეს ადამიანს არ შეუძლია, რაც ღმერთს უმყოფელობით და მყოფობაში გამოყავს არსებობა. იმ დროს, როდესაც ადამიანის შემოქმედება თავის თავში გულისხმობს უკვე არსებულისაგან რაღაცის შექმნას, მაგრამ ებაძვება ღმერთს იმაში, რომ მისი შემოქმედება, მისი ქმნილება პიროვნული უნდა იყოს, უნდა ასახული იყოს რაღაცა პიროვნული შტრიხი, რაღაცა ისეთი, რაც მხოლოდ მისია და ის განუმეორებელია და ვერ განმეორდება. კიდევ ერთი, რომელსაც მიუთითებენ ადამიანში როგორც ღვთის ხატებას, ახლა ეს მამებთან ნაკლებ ხდება წარმოდგენილი, მაგრამ ქრისტიანული ფილოსოფია მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ამიტომ მეც ჩამოვთვლი, რომ ადამიანი არის სინდისიერი არსება. ადამიანი არის ერთადერთი არსება ამ ხილ სამყაროში, რომელსაც აქვს სინდისი. შესაბამისად, აი თუ დავაკვირდებით ხატების ესისა, ხო, რა არის? უკვდავება, ნებელობა, დეტალები, ხო, სინდისიერება, შემოქმედებითობა. აღმოვაჩინეთ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკეთ, ეს ელემენტები არის სტატიკური ტიპის ელემენტები, ანუ ადამიანის უკვდავი, კიდევ უფრო უკვდავი ვერ გახდება. ხო, ეს არის ანუ ჩადებული რაღაც ელემენტები, რის შედეგადაც ეს ცხოველი გახდა ადამიანი. მაგრამ მსგავსება არ არის. მსგავსება არის აი ამ სტატიკური ელემენტების მოვლა მოპატრონების კვალობაზე. ადამიანი მიემსგავსოს, ანუ აი ეს გონიერი ცხოველი, აი ეს ღვთის ხატებით აღბეჭდილი ცხოველი გახდეს ისეთი, როგორიც არის ღმერთი. მიემსგავსოს ღმერთს. სხვაგვარად რო ვთქვათ, მსგავსება არის დინამიური მომენტი ადამიანში, არის სტატიკური ჩადებული, დინამიური ჩადებული და ამიტომ ჩვენს გავიხსენოთ, როდის შეიძლება ადამიანი მიემსგავსოს ღმერთს? პასუხი მარტივია, ვერასდროს. მაშინ რა არის მაცხოვრის მოწოდება, იყავით თქვენ სრულითა მამა თქვენი ზეცათა ისრულას უტოპიურია, არა თავისთავად ცხადია, უბრალოდ ეს არის ნიშანი, მეგზური, რომლის შესახებაც მე ვისაუბროთ, რომლისაგანაც სულ მიდის ადამიანი და ეს არის დაუსრულებელი გზა, ხო? 64 სხეულის სიხარულის საიდუმლოც ეს არის სიხარული, მარად მზარდი და მარად მოუკლებადი, ხო? მარად დაუსრულებელი. შესაბამისად, ადამიანი აი ამ ხატების, ამ სტატიკური ელემენტების მოვლა მოპატრონების კვალობაზე სულ მიდის და სულ მიდის აი ამ სიხარულისაგან. და ბოლოს ჩვენი შეხვედრის ბოლოს ერთ დეტალსაც მივაქციოთ ყურადღება, რომელსაც შემდეგ შეხვედრისას უფრო გავშლით, ეს განხლავთ, რომ ადამიანი იქნება მამაკაცად და დედაკაცად. ბიბლიის თავშივე ჩვენ ხვდებით მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაკაცი იმავე ღირსებით არის შემკული, რითაც მამაკაცია წარმოდგენილი და ამ ნიშნით მათ შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს. არ არსებობს მამაკაცის მოთავეობა, არ არსებობს მამაკაცის მეტობა, მამაკაცი და დედაკაციც სრულიად ერთი ღირსებით, ერთი დიდებით, ერთი მიზნით იქმნებიან. თუმცა მაინც ნათქვამია, რომ კაცი თავია ქალისა და საუბარია მამაკაცის უპირატესობაზე, მაგრამ ეს უპირატესობა გახლავთ პირობითი და იერარქიული. ჩვენ ამას მერე შევეხებით და ვიტყვით, რომ ქლების თვისება იყოს იერარქიული. ერთადერთი სივრცე, სადაც იერარქია არ არსებობს, ეს არის ყოვლადწმინდა სამების სივრცე. იქ ბუნებით აბსოლუტურად თანასწორნი არიან, მამა, ძე და სულიწმინდა, რადგან იქ დრო არ არსებობს და ვერ იქნება მეტობა და ვერ იქნება ნაკლებობა.
და შესაბამისად, როდესაც იწყება დრო და დროში ვხედავთ ქმნილებას, ნებისმიერი ქმნილების დამახასიათებელი თვისება, გარდა იმისა, რომ არის ის, რომ არ იყო და გახდა, მეორე რაც ახასიათებს ქმნილებას, ჩვენ ამას სხვა თვისებებსაც მივაწერთ მერე სხვა შეხვედრებში, ერთი თვისება გახლავთ ის, რომ ქმნილება არის იერარქიული არსება. შესაბამისად, ეს მეტობა და ეს ნაკლებობა პირობითი თავისთავად ცხადია იერარქიულად არის განპირობებული. თუმცა საერთო განაზრახი და ის სიწმინდე და ის სივრცე, რაშიც იქნება მამაკაცი და დედაკაცი, ამ იერარქიულობას და მის პირობითობას ძლიერ საცნაურს ხდის, რადგან ის შენარჩუნებულია და ის აქტუალიზირებული არ არის ტანჯველი კუთხით, იმდენად რამდენადაც ეს იერარქია თავისთავში გულისხმობს იმას, რომ მამაკაცს უყვარს დედაკაცი და მისი იერარქიულობა გულისხმობს არა ბრძანებლობას მასზე, არამედ მსახურებას. უყვარს, ემსახურება თავის ცოლს, ემსახურება თავის დედაკაცს, ამის შედეგად დედაკაცაც იმდენად უყვარს, იმდენად აღიარებს მას თავისთავად, რომ არიან ერთნი და არიან ამ სიხარულში წარმოდგენილი. მაშასე დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის შესახებ, ასე ორ თემას შევეხეთ სინამდვილეში, საერთო გამოცხადების მნიშვნელობა, ბუნება და მისი კავშირი იმ აზროვნებასთან და ღირებულებათა სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს და ვისაუბრეთ თვითონ ადამიანზე, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად გააჩინა ღმერთმა და გააჩინა იმისათვის, რომ იყოს მარადის ბედნიერი. დღეს ამით ვასრულებთ ჩვენ საუბარს, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.